19 ოქტომბერს თბილისი პირველად უმასპინძლებს პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ტურნირს, სადაც საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საუკეთესო მოცეკვავები იასპარეზებენ და საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის მოსაპოვებლად. ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი არიან საერთაშორისო კატეგორიის სპეციალისტები, ხოლო ფინალური კონკურსი განსაკუთრებული სანახაობით დასრულდება ჩვენი გადაცემის განსაკუთრებული სანახაობით დასრულდება და ეხლა ჩვენი გადაცემის სტუმარია ფესტივალის ორგანიზატორი, პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი და მსოფლიო ცეკვის საბჭოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ლიზი მორი, რომელთანაც ერთად უფრო ვრცლად ვისაუბრებთ აი ამ ხალხო ლიზის რო შეხედავ მაშინ ვხვდები რომ პროფესიონალი კი ბატონო და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო როგორ არაჩვეულებრივად გამოიყურება. შვენივრად გამოიყურება გიორგი ერევით გიორგი გამარჯობა მოგესალმებით ძალიან გვიხარია რომ მომზადდე. უბრალოდ გვინდა რომ მოგვიყოთ მეტი რამ ამ ფესტივალის შესახებ, იმიტომ რომ არ იცის მაყურებელმა. გისმენთ. რა თქმა უნდა, ეს ფესტივალი ძალიან ბევრი წლები იგეგმებოდა. ეს ფესტივალი არის ძალიან გამორჩეული და უნიკალური იმით, რომ ეს არის მსოფლიო ღია პროემის ცეკვის ფესტივალი. მოდით ვილაპარაკოთ რა არის პროემი. კი ბატონო, ჯერ ეგ. პროემი არის პროემი საერთოდ დასავლეთში თითქმის საუკუნეს ითვლის, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ახალი მიმდინარეობა, ახალი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვერგავთ საქართველოში. პროემი არის პროფესიონალი და მოყვარულის ცეკვა ერთად. ეს არის შემოკლებული ფორმა პროემი. რითი არის ეს ძალიან განსხვავებული და ძალიან ესეთი ტრენდული მიმართულება, იმიტომ რომ პროფესიონალი მოცეკვავე ცეკვავს დამწყებ მოცეკვავესთან. ის ასწავლის დამწყებს და პროფესიონალი მოცეკვავე ცეკვავს წყვილში დამწყებ მოცეკვავესთან. რადგან პროფესიონალი არის უკვე ფლობს ტექნიკას, მუსიკას, რიტმს, ეს დამწყები მოცეკვავე ძალიან ადვილად ვითარდება და მიდის იმ დონემდე, რომ მათ სურვილი უჩნდებათ, რომ მიიღონ ტურნირში მონაწილეობა. და ეს ჩვენი ტურნირიც ამის დასტურია, ჩვენთან ჩამოდიან ძალიან ძლიერი წყვილები პროემის, რომლებიც ძალიან პოპულარულები არიან მსოფლიოში და იკავებენ ძალიან საპატიო გამარჯვებულები არიან აგრეთვე მსოფლიო პროემის ჩემპიონატში. და ვინც მოგზანდება ჩვენს გალა ვახშამზე, ალბათ ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი იცეკვოს. მოდით თუ გავს უფრო და კონკრეტებით რაღაც დეტალებზე. ყველა შეუძლია იცეკვოს, არის ადამიანები. აი, ვიცოდი, უნდა იქ მოსვლა და ცეკვა იცოდეთ. მე ცეკვა არ გამომდის და ამიტომ მაინტერესებს არიან ადამიანები. რაღაც ეჭვმეპარება ისე იკითხე გამბავი. მე დარწმუნებული ვარ, აი ზუსტად ამ პროემს ცეკვავენ ახალგაზრდებიც და 80 წლამდე ასაკის. ანუ გოდერძის აქვს შანსები, ეგ გვაინტერესებს. სიმღერა იცის და ეხლა ცეკვა გააკლია და всё. ეგ გამჩა. ფესტივალთან დაკავშირებით უფრო დეტალურად რო გითხრათ, რამდენი ქვეყანა მონაწილეობს, რამდენი წყვილი ჩამოვა, საქართველოს როლი აი ფესტივალის მასპინძლობის გარდა ჩვენი წვილებიც არიან თუ არა? აი ძალიან საინტერესოა ეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ მოწვეული ყავს სოფლიოს უმაღლესი კატეგორიის მსაჯები, რომლებიც შეაფასებენ ამ ტურნირს. ყველა მსაჯს აქვს ძალიან დიდი ისტორია თავისი მსაჯობის. ჩვენთან ჩამოდის ელდარ ჯაფაროვი, რომელიც არის 10 ცეკვაში მსოფლიო ჩემპიონი, ჩამოდის ჯერი ებრატი იტალიიდან, რომელიც ერთ-ერთი ძალიან ცნობადი სახეა ცეკვის სამყაროში. ჩვენთან იქნება დირკ ბაისტერი გერმანიიდან, რომელიც მაგისი მსაჯობა, ესე იგი ძალიან დიდი პრესტიჟია ყველა ტურნირზე მსოფლიოში და ჩვენთვისაც და კიდევ ბევრი სხვა მსაჯები ისრაელიდან ჩამოდის სლავა ჟიდერსკი და ასე შემდეგ. ნუ ყველას აქვს UK-ის ფინალისტი, ჩემპიონი. ესენი ჩამოდიან, ეს არნო ჟიურის შემადგენლობა ჩამოთვალეთ თქვენ. და ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ჟიური არის. კი, მსოფლიოს მნიშვნელობის ჟიური. გარდა მაგისა, აი როგორც გოდერძი მიკითხა, ჩვენ საქართველოში
გვაქვს ასოციაცია პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭო, რომლის წევრიც მე გახლავართ. ბოლო წლებში ძალიან დიდი განვითარება მოიპოვა ჩვენმა ასოციაციამ და ჩვენ ყავს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ლიცენზირებული მსაჯები, რომლებიც შეუერთდებიან ამ უმაღლესი კატეგორიის მსაჯებს და მოწვეული ყავს ეროვნული მსაჯებიც. მსაჯობა არის თვითონ კატეგორიები, ეროვნული მსაჯები, ძალიან ბევრი საქართველოს მასშტაბით ცეკვის სტუდიები, რომლებიც ჩამოვლენ და მიიღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში და ეს არის ნახეთ თავარი კითხვა. ეს რომ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში ხდება, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, ხო? ასე ყველა დედაქალაქს არ აქვს ეს პატივი. აი, აგვიხსენით, როგორ მოხდა ეს რომ თბილისში, რა სტატუსს მატებს პროფესიონალური თვალსაზრისით ჩვენს დედაქალაქს და თუნდაც თქვენს გაერთიანებას, აი პროფესიულ გაერთიანებას, ის რომ თბილისში ეწყობა ასეთი მაღალი დონის ფესტივალი. დიახ, ჩემი ოცნება იყო რომ საქართველოში დაფუძნებულიყო ეს ფესტივალი და ალბათ დაფუძნდება კიდევაც და ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება. გარდა მაგისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს სხვათა შორის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის ჩემ ზურგზე. აქვე აღნიშნავ, რომ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწვია კულტურის სამინისტრომ, ქალაქის მერიამ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მაგათოთ ნამდვილად ვერ შევდგებოდით ესე მასშტაბურად. ჩვენ დღეს ვართ საქართველოს მსოფლიო ცეკვის ასე ვთქვათ ეპიცენტრში. ძალიან კარგი. მსოფლიო ადევნებს თვალყურს დღეს რა ხდება საქართველოში და როგორ ჩატარდება ჩვენი ჩემპიონატი. აგრეთვე ჩვენ დიდი განაცხადი გავაკეთეთ მსოფლიო ცეკვის საბჭოში WDC, რომლის ლიცენზირებული მსაჯებით ჩვენ ვართ და ისინი ადევნებენ თვალყურს როგორ ჩატარდება ეს ჩემპიონატი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რა თქმა უნდა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს ჩატარდება. თუმცა იმიტომ აკვირდებიან, რომ ამას მნიშვნელობა აქვს როგორ ჩატარდება. კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოვხვდით მსოფლიო ტურნირების იმ სიაში, სადაც წარმოუდგენელი იყო ჩვენი ფესტივალი, რომ მათ გვერდზე დამდგარიყო, როგორიც არის ამერიკის ფესტივალი, როგორიც არის ლონდონის, როგორიც არის ჰოლანდიის მასტერკლასის და ნაკლებია თბილისი. არავის მაგრამ ერთი რამე აქვს ალბათ ლიზი მნიშვნელოვანი. გასაგებია რომ ეს თქვენი ოცნება იყო, სურვილი იყო, ბევრი იღვაწეთ შრომეთ ამ სურვილისთვის, მაგრამ პროცედურულად როგორ მოახერხეთ ეს, როგორ დაარწმუნეთ, რომ ამ ხელა მნიშვნელობის ფესტივალი შეიძლება ძალიან მარტივადაც კი ჩატარდეს საქართველოში. მარტივი არ არის ამის ჩატარება. მე რა თქმა უნდა, თითქმის 40 წელია ვარ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და მაქვს ჩემი პირადი კონტაქტები და უნდა გითხრათ, რომ ეს პირადი კონტაქტები არის ძალიან ძლიერი და ყველამ გამოთქვა ჩამოსვლა საქართველოში. ძალიან დიდი ინტერესია, როგორც მოცეკვავეების, ისე მსაჯების, აი მოკლედ ოცნებობენ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ცოტა არ ნერვიულობთ ამ პასუხისგებლობა რამ ხელა. იცით რა, ჩვენი ქალაქი კულტურის სამინისტრო რო ჩაერთო ამაში და მე ზურგი მაქვს ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო მაკისრებს, რომ ფესტივალი ჩატარდეს უმაღლეს დონეზე და ჩვენ დიდი განაცხადი გავაკეთოთ მსოფლიოს ტურნირების სიაში შევიდეთ და ეს რადგან ფესტივალია, ეს კერძო პირმა შეიძლება ორგანიზაცია გაუწიოს, მაგრამ ჩვენ შეიძლება მომავალ წელს გამოვითხოვოთ მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში. ეს უკვე მსოფლიო საბჭო წყვეტს ესე დიდ ტურნირებს. ძალიან კარგი საფუძველია ეს ჩვენ რა თქმა უნდა ეხლა გვაქვს უფრო განვითარდეს. კი, ჩემო კარგო, გვაქვს გახსნილი რეგისტრაცია Flymark-ზე, სადაც ყველა მოცეკვავის შეუძლია დარეგისტრირდეს და მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ სოციალურ მედიაშიც არის გვერდი Lizzy Dance Queen, იქაც შეუძლიათ შევიდნენ და ნახონ. ჩვენ გვაქვს გალა
ვახშამი და ამ გალა ვახშამზე ჩვენ გველოდება ძალიან დიდი სიურპრიზი. ქალბატონი ძალიან საინტერესოა რა პერსპექტივა ექნებათ აი ამ ფესტივალის შემდეგ და რა პერსპექტივა ეძლევათ ქართველ მოცეკვავეებს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება ამ ფესტივალის შემდეგ მათი კარიერა თუ დაეხმარება ეს მე დანუცა გალავახშამზე მოვდივართ რომ ეს სიურპრიზი ვნახოთ ძალიან გამხარებთ გეპატიჟებით ყველას. მადლობა. პერსპექტივა ის არის რომ დღეს ჩვენი ასოციაცია პროფესიულ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭო უკვე არის ჩართული მსოფლიო განვითარების ასე ვთქვათ ცენტრში. ჩვენი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები მოცეკვავეები უკვე მოგზაურობენ ძალიან ბევრს საზღვარგარეთ, იღებენ მონაწილეობას და ბრუნდებიან ძალიან დიდი გამარჯვებით. ეხლა უნდა გითხრათ, რომ ამ ზაფხულს ჩატარდა ვიდოს ფესტივალი ბლეკპულში და ეს ბლეკპული არის ისეთი პრესტიჟული ფესტივალი, რომ იქ თუ მოცეკვავემ გაიმარჯვა, ესე იგი შენ ისტორიაში შედიხარ და ჩვენ ყავს 21 წლამდე ასაკში გამარჯვებული ბლეკპულის ჩემპიონი. ესეც მაინტერესებდა ასაკობრივი შეზღუდვა თუ აქვს კი, რა თქმა უნდა, ეს არის ასაკობრივი და ყველა ασაკში ტარდება ჩემპიონატი იქნება ეს ანუ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, მაგრამ ჩვენთან არ იქნებიან ძალიან პატარები, ჩვენთან ტურნირი არის უკვე შემდგარი მოცეკვავეებისგან, ვინც ეკვავს, 5 ეკვავს, 6 ეკვავს, 8 და 10. ოკეი, ჩანსები გვაქვს ერთი მოცეკვა. ნუ ახლა მე აწი შანსი რომ მაგ ცეკვის ეკიდოს შენ ცირასთან ერთად და მეც მოვიდები ხო. თვითონ აი თქვენ ახლა ვინ ჩამოთვალეთ 10 გზის მსოფლიო ჩემპიონი ცეკვაში, ისრაელი, იტალია ასე შემდეგ. თვითონ გვითვალეთ ეგეც რა იციან ქართულ ცეკვაზე, როგორია მათი შეფასებები. ანუ ქართული ცეკვები, აი ქართული წყვილები, რომლებიც მიიღებენ, ზოგადად ამ სფეროზე რა წარმოდგენა აქვს და როგორია მათი შეფასება. ძალიან დიდია მათი შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გენეტიკურად მოცეკვავეები, ეს კოდი გვიდევს და ჩემი დიდი სურვილია, რომ რა თქმა უნდა მომავალში ჩვენ გვყავდეს მსოფლიო ჩემპიონი და ესეც იქნება. აი მაგალითად სურპრიზზე რო გითხარით, ჩვენთან ჩამოდის ვიქტორ და სილვა. ვიქტორ და სილვა დაიბადა პორტუგალიაში წარმოშობით. ის არის ლეგენდა. ლეგენდა 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი. მას მოგებული აქვს British Open Championships, ამერიკის მილენიუმის ჩემპიონატი, რომელიც 25 ჯერ გაიმართა და ძალიან ბევრი ტიტულები აქვს. რამდენ მოცეკვავეს ახატანში აზრიალებს ამ სახელს და გვარზე. ეს ვიქტორ და სილვა აი გადის კიდევაც მისი კადრები. ეს არის exhibition show dance. ასე ქვია. ხო? თუ ახალგაზრდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა. exhibition რას ნიშნავს? exhibition dance საერთოდ მე როგორც გადავთარგმნი არის თეატრალური სანახაობა. სანახაობრივი შოუ. შენ არის სანახაობა, გამოფენა რაღაცა. საგამოფენო ცეკვა. ხა თქვენთან ეს არტისტიზმი მეტი აქვს მას ალბათ და უფრო თეატრალური ფორმა ეს არის თეატრალური შოუ. თამაშობს გან არა მარტო ცეკვას. ეს ვიქტორ და სილვა არის მსახიობი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე. და თან დამდგმელია ხო ცეკვის კი, თვითონ დგას ქორეოგრაფიას. უნდა ცეკვა გაჩერდი. იცით რა არის საინტერესო exhibition-ში? აი ამერიკაში მაგალითად უწოდებენ theater art dance, თეატრალური ხელოვნები, ხო. და ევროპაში და ბრიტანეთში მას უწოდებენ exhibition dance show. ეს არის თავისუფალი სტილი. არ არის შეზღუდული იქ რაღაცა კანონები. დატვირთულია ძალიან დიდი ემოციით, რომ ეს ემოცია მიიტანოს მაყურებელთან, ისტორია მოუყვეს. ცეკვის და რაც მთავარია, ყველაზე რთული არის ლიფტები.
აი რასაც თქვენ ხედავთ. ეს არის უნიკალურ დონეზე აყვანილი. ხელში ატაცება. მე მაინტერესებს ეს არის ემოცია, პრაქტიკა, იმპროვიზაცია თუ შეიძლება ამ დროს ცეკვაში. რა თქმა მე უნდა. მგონი, თქვენ ვთქვით თავისუფალი, ანუ არა ვარ შეზღუდული, მე რა ილეთ შენ უკვე აპირებ იმპროვიზაცია. ცეკვას? რა თქმა უნდა, ეხლა მე ვიწყებ ამას გიორგი. იმპროვიზაცია ხარ თუ ყველას აქვს საშუალება რომ იმპროვიზირებულად შეასრულოს ცეკვები, თუნდაც კონკურსი, აი ამ ფესტივალის ფარგლებში. მაგრამ ეს ეგეთი ძალიან რთულია რომ თან იმპროვიზაცია მოახდინო და თან მოახდინო შთაბეჭდილება, თან თქვენ ხო? თქვით რომ ერთი არაპროფესიონალია, ერთი პროფესიონალი. აი ესენი პროფესიონალები არიან, ორივე. პროფესიონალები არიან. ეს პროემის ფესტივალს ეხება. აი რაც მკითხე ნანა ეს იმპროვიზაცია. კი. აი ეს იმპროვიზაცია ამ დონის მოცეკვავეს ლეგენდას იმ წუთში ყოველთვის ებადება. მაგიტომ იმიტომ ვიკითხე, რომ მივხვდი. რაც არ უნდა ეს ილეთი უმაღლეს დონეზე ქონდა შესრულებული იმ მომენტში იმ ემოციაში, რასაც ეს ქმნის, იქ იბადება ისეთი იმპროვიზაციული, ესე იგი მომენტები, რომ ეს ნამდვილად გადმოდის მაყურებელზე და ყველას ვეპატიჟებით 19 ოქტომბერს. ხო შენია. როგორც მოცეკვავს. ვარშავზე. ესე მართა ბოლო, ნუ მივედით უკვე ბოლომდე და აი მე მაინტერესებს, აი რას ეტყოდით ქართველ ახალგაზრდებს, აი უფრო ჩვენებს, ვისაც ესე რომლებიც ოცნებობენ, როგორც გოდერძი თქვა ტანში აჟრიალებ სახელის და გაგონებაზე. ოცნებობენ პროფესიონალ მოცეკვავეობაზე და საერთოდ აი მუსიკოს კარიერაზე, რას ეტყოდით? მე ყოველთვის უყურებ მოცეკვავის თვალით დანახულ მდგომარეობას პარკეტზე. აი ეხლაც არასოდეს არ წყვეტ როგორც ორგანიზატორი. აი მოცეკვავე რაზდებს პარკეტზე, მოცეკვავეს რა უნდა, მოცეკვავეს როგორ შეუქმნათ ის გარემო, რომ მან მიაღწიოს ამ შედეგს. ყავს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალის მოცეკვავეები, რომლებიც ალბათ ძალიან დიდ რეზულტატს დადებენ სოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი ასოციაცია გახსნილია ყველასთვის. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას აბსოლუტურად განურჩევლად, რომ მიიღონ მონაწილეობა და მობრძადნენ, რა თქმა უნდა, ჩვენს გალა ვახშამზე, რომელიც დააგვირგვინებს ამ ტურნირს, იქნება ფინალები. და ვიქტორ და სილვას დაუვიწყარი ლეგენდარული შოუ. ეს შოუ მან დადგა პირადად საქართველოსთვის და მისი ეს შოუ იქნება პრემიერა, შესდგება ჩვენთან თბილისში. წარმატებები უნდა. ძალიან საინტერესო იყო პირადად ჩემთვის და სულ არ გამიკვირდება იქ ლაპარაკური სცენაზე გიხილო რა სულ არ გამიკვირდება გუსურვო. სიურპრიზი მე მგონი ეს არის. ნანას ყველანაირი პოტენციალი აქვს, მე ვიცნობ მის შემოქმედებას და დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ეს ფესტივალს ვუსურვოთ რა თქმა უნდა წარმატებები და მაყურებელს შევახსენებთ რომ თბილისი პირველად უმასპინძლებს 19 ოქტომბერს პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო გრანდიოზულ ფესტივალს. ჩვენი სტუმარი კი იყო პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი და მსოფლიო ცეკვის საბჭოს საერთაშორისო კატეგორიის საჯი ლიზი მორი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ახალგაზრდებს იცეკვეთ და იყავით ბედნიერები. დიდი მადლობა.